იცავს გუნდის კაპიტანი დღევანდელ შეხვედრაში მარჯვნივ 2 ნომრით თედო კაბიძე, მარცხნივ 26-ში ჟანმაშვილი და გიორგი ელიკაშვილი, გოგა კაჩეიშვილია ვიდეომსაჯი და ცოტე სამსონაშვილი ვიდეომსაჯის ასისტენტი და ირაკლი ხერხაძე გახლავთ მეოთხე არბიტრი დღევანდელ შეხვედრაში. დაიწყო მატჩი, აქ დაუშვეს შეცდომა და ეს შეცდომა შეიძლება დაუჯდეთ ძვირად გორელებს, მაგრამ გადაარჩინა თავისი გუნდი რუბენ კომპაორემ 2 წლის უკანდელ სეზონში. პედრო ანტონიო ბორჟესის დარტყმა, ხარიხას ხდება ბურთი, რა კარგად აჭრა აქ ბურთი, საკმაოდ ძლიერი და სიმპათიური ნაკრები იქნება ჩვენი ნაკრების მეტოქე. 1 საათზე დაიწყება ის მატჩი და მე უკვე ბაჰრეინის ნაკრების წინააღმდეგ 5 ივნისს თამაშებთ, რა თქმა უნდა, წარმატებებს უსურვებთ. მაგრამ მე გაუმართლა ბურთი მოხდა ძილს და ძილიდან ასრულებული ბურთი გამოვიდა კარიდან. მეორე ტაიმში ეს იყო პირველი რეალური სარგებლე ეპიზოდი. გაატარა აქ სკრიპტიკმა ბურთი და კერესელიძემ მოიგერია ზოიძის გადაცემის შემდეგ ასრულებდა მუჯირი დარტყმას. მუჯირს მესამე გოლი გახონდა და თავისი გუნდის შემადგენლობაში დაწინაურდა ბორჟეს შეეძლოთ გატანა ეს სამი მოთამაშე ყველაზე ახლოს იყვნენ გოლთან 42-58-ზე. მცირე უპირატესობა აქვს დილას. ბოლო წუთებში ბორჟესი შორიდან აპირებს არა პასი გააკეთა კლაუდინეი და აქ უკვე გადის გოლი 63-მე წუთზე. კლაუდინეის დარტყმის შემდეგ ანგარიში იხსნება 24 წლის ბრაზილიელმა კუთხით. მეშახტეს აქვს 9 და დილას 11. აქ როგორც ჩანს შოუ არაუჟომი იყო მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად 10 კაცით დარჩება დილა ამ დარჩენილი დროის განმავლობაში კიდევ უფრო მძიმდება გორელთათვის ვითარება დღევანდელ თამაში. აქ უხსნის შოუ არაუჟო რომ განსაკუთრებით უხეშად არ მითამაშია, ყურაშვილი თავის უხსნის თუ რა მიზეზით მისცა მეორე გაფრთხილება, შესაბამისად უკვე წითელი ბარათი, რაღაცების შესაძლებელი და საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა მოთამაშეების მხრიდან. ანდრე ანდრეიჩუკი ფაქტობრივად 1-1-ზე შეიძლება გატანა დარტყმა და გაგრამ ეს შეხვედრა მოიგო 2-0 დამაჯერებელი სხვაობით და ანდრე ანდრეიჩუკის ემოციებსაც ხედავთ, ეს მისი მესამე გოლია. შახტე ეს შეხვედრა კი დასრულებულია ანდრე ანდრეიჩუკის და კლაუდინეის გოლებით, გაგრამ მოიგო და 6 მატჩიანი